მოგესალმები, ძალიან მიხარია რომ ისევ ჩვენთან ერთად ხარ. დღეს ჩვენ ვიწყებთ წყაროს მასალის ნამდვილად განსაკუთრებულ და უკიდურესად პრაქტიკულ სიღრმისეულ განხილვას. ნამდვილად. და ეს თემა იმდენად ყოველდღიურია, რომ ყველას ეხება. კი, აბსოლუტურად. ჩვენი დღევანდელი თემა ეფუძნება პროფესორ დავით სუჯაშვილის 2025 წლის წიგნს „დავანახე, ვესაუბრე, გავაგონე“. ოკეი, მოდი ეს განვიხილოთ. ამ წიგნში შესული მასალა, არ არის უბრალოდ მშრალი აკადემიური თეორია, ხო? არა, საერთოდ არა. ეს არის კონკრეტული სტრატეგიების კრებული, რომელიც გასწავლის, როგორ მუშაობს ადამიანის გონება, კომუნიკაციის, კრიზისისა და დაპირისპირების დროს. ჩვენი მისია დღეს ისაა, რომ გავშიფროთ ეს პრაქტიკული ფსიქოლოგია და ნეიროლინგვისტური ინსტრუმენტები. ეს ის ტექნიკებია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიულ მოლაპარაკებებში, დიპლომატიურ დავებსა თუ უბრალოდ სამსახურში კოლეგასთან უთანხმოების მოგვარებაში. რაც აქ მართლაც მომაჯადოებელია, იცი რა არის? ის თუ როგორ ცვლის ავტორი ჩვენს წარმოდგენას გამარჯვებაზე. ხშირად გგონია, რომ მოლაპარაკების მოგება ოპონენტის განადგურებას ნიშნავს. ხო, ეგ კლასიკური მიდგომაა. ზუსტად. სინამდვილეში კი, წიგნი გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ძალა მოლაპარაკების პროცესის სრულად გააზრებასა და მართვაშია. ჩვენ დღეს განვიხილავთ კონკრეტულ ტექნიკებს, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩიხში შესული დიალოგი შენ სასარგებლოდ შემოატრიალო. მოდი, პირდაპირ ერთი ასეთი სიტუაციით დავიწყოთ. შენ, ჩვენო მსმენელო, ალბათ ქონია შემთხვევა, როცა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ან თუნდაც ოჯახის წევრთან კამათისას ზუსტად იცოდი, რომ ფაქტები შემხარეს იყო. კი, ეგ ბევრჯერ ხდება. იმტყუნა, კონტროლი დაკარგე და საუბარი სრული კატასტროფით დასრულდა. წიგნის მიხედვით ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ცუდი მომლაპარაკებელი ხარ, არამედ იმიტომ, რომ უგულებელყოფ თავარ წესს. და ეს წესია ნებისმიერი კომუნიკაცია სხვასთან იწყება შენივე აზრებიდან. თუ ამას ფართო სურათს დაუკავშირებთ, მივალთ უძველეს ფრაზამდე, შეიცან თავი შენი, რომელიც ავტორს სრულიად ახალ ნეირომეცნიერულ კონტექსტში გადმოაქვს. ანუ, ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იმის რწმენა, რომ სამყარო, რომელსაც ვხედავთ, ობიექტურია. რეალურად ის ოთახი, ის მოლაპარაკების მაგიდა და ის ოპონენტი, რომელიც შენს წინ ზის, შენი სუბიექტური აღქმის ნაყოფია. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ მოლაპარაკებისას მეორე მხარე მოულოდნელად ჩუმდება. ეგ ძალიან უხერხული მომენტია ხოლმე. ხო, და თუ შენ წარსულში ქონია გამოცდილება, სადაც სიჩუმე დასჯას ნიშნავდა, შენი ტვინი ამას ეგრევე საფრთხედ აღიქვამს და თავდაჩვის რეჟიმს რთავს. არა და ოპონენტი შეიძლება უბრალოდ ფიქრობდეს. სიკეთე, ბოროტება და საფრთხე ხშირად ჩვენი მიერ შექმნილი ილუზიაა. ეს მიყვას წიგნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დეტალთან, შიშისა და სიფრთხილის გამიჯვნასთან. ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ შიში ხშირად უსაფუძვლო ილუზია. ტვინის მიერ დახატული ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც ბლოკავს ანალიტიკურ აზროვნებას. კი ბატონო. მეორე მხრივ, სიფრთხილე არის რაციონალური ინსტრუმენტი. თუ მეშინია, რომ ხელშეკრულებას არ მომიწერენ, ვპანიკდები. მაგრამ თუ ფრთხილად ვარ, ვსხდები და ვამზადებ სათადარიგო გეგმას, ანუ ეგრეთ წოდებულ B ვარიანტს. ანუ შიში გაყინავს, სიფრთხილე კი სტრატეგიას გაგაანალიზებინებს. და სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ემოციების კალიბრაცია, მანამ სანამ რთულ საუბარს დაიწყებ. დიპლომატიურ პრაქტიკაში ამას ცივი გონებით აზროვნებას უწოდებენ. და იცი მიზეზი რატომაც არის ეს აუცილებელი. ეს მხოლოდ შენი სიმშვიდე არ არის. აბა რა არის? ადამიანები ღრმად სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ქვეცნობიერად ვკითხულობთ. თუ შენ მაგიდასთან შინაგანი დაძაბულობით, შფოთვითა და აგრესიით მიჯდები, ეს ემოციური ფონი პირდაპირ, ვიბრაციების, სხეულის ენისა და მიკრომიმიკების დონეზე გადაეცემა ოპონენტს. მისი ტვინი შენს სტრესს საფრთხედ აღიქვავს. ანუ, შენ თუ დაძაბული ხარ, შენი ოპონენტიც ავტომატურად იძაბება, თუნდაც ერთი სიტყვაც არ კონდეს ნათქვამი. და თავდაცვის რეჟიმში მყოფ ადამიანთან თანამშრომლობაზე საუბარი, უკვე წყლის ნაყვაა. ზუსტად. ეს ქმნის ჩაკეტილ წრესს. ამიტომ შიდა ფსიქოლოგიური წონასწორობა გარე კომუნიკაციური წარმატების ერთადერთი და ურყევი საძირკველია. ხომ ხვდები, სანამ სხვის დარწმუნება შეეცდები, ჯერ საკუთარი ნერვული სისტემა უნდა დაარწმუნო, რომ უსაფრთხოდ ხარ. ეგ ნამდვილად ცვლის პერსპექტივას.
როცა საკუთარ ემოციებს დავარეგულირებთ, მხოლოდ მერე შეგვიძლია რეალურად დავინახოთ ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს წინაა და წიგნში მოცემული კონფლიქტის მართვის ჩარჩო საკმაოდ პრაგმატულია. კი, ძალიან სტრუქტურირებულია. კონფლიქტი ხომ რეალურად უბრალოდ მიზნების ან ფასეულობების შეუთავსებლობაა. ავტორი განიხილავს კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა გზას. და რაც საინტერესოა, ყველა გზა არ არის იდეალური. მაგალითად, ზოგჯერ ვცდილობთ პრობლემას უბრალოდ ავარიდოთ თავი ან გავექცეთ. ზოგჯერ ძალისმიერი მეთოდით ვახშობთ მას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობას ანგრევს. ნამდვილად ანგრევს. ზოგჯერ კი უბრალოდ ვთმობთ და ეგრეთ წოდებულ შეგუების ხაფანგში ვებმებით, რადგან არ გვინდა სიტუაციის გამწვავება. აი, ეგ შეგუების ხაფანგი განსაკუთრებით საშიშია პროფესიულ სივრცეში, რადგან ის აგროვებს ფარულ წყენას, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება. ავტორის მთავარი აქცენტი კეთდება მეოთხე გზაზე კომპრომისსა და თანამშრომლობაზე, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ 4 ნაბიჯიან დიპლომატიურ პროცესს. მოდი მივყვეთ ამ ნაბიჯებს. კი ბატონო. ეს პროცესი იწყება პირველი ნაბიჯით დროის სწორი შერჩევით. არ შეიძლება რთული თემის წამოჭრა, როცა მეორე მხარე დაღლილია ან სხვა საქმეზეა ფოკუსირებული. ლოგიკურია. შემდეგ მოდის აქტიური მოსმენა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს აძლევს სივრცეს ბოლომდე გამოხატოს თავისი პოზიცია შეწყვეტის გარეშე. ეს მას განცდას უჩენს, რომ მისი ესმით. მესამე ეტაპზე ხდება იმ გადაკვეთის წერტილის, ანუ ურთიერთსასარგებლო კომპრომისის ძიება. და ბოლოს, რაც ძალიან ხშირად დავიწყდებათ ხოლმე ყოველდღიურ სიტუაციებში. ეს არის შედეგის ზუსტი დაფიქსირება. იდეალურ შემთხვევაში წერილობით. ხო, იმიტომ რომ სიტყვიერი შეთანხმება ხშირად აღქმის სხვადასხვა ფილტრში გადის და მეორე დღეს შეიძლება სრულიად განსხვავებულად ახსოვდეთ. ზუსტად ეგრეა. აი, აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ. როცა ამ პროცესზე ვსაუბრობთ, წიგნში გამოყოფილია ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელმაც პირადად მე ძალიან დამაფიქრა. ეს არის პაუზის სტრატეგია, ანუ პაუზის ძალა. დააკვირდი შენს თავს, როცა ვინმეს ელაპარაკები და უცებ სიჩუმე ჩამოვარდება. უხერხული მომენტია. კი, ჩვენ ადამიანებს პანიკურად გვეშინია დიალოგში სიჩუმის. უხერხულად ვგრძნობთ თავს და ვცდილობთ ეგრევე შევავსოთ ეს სივრცე რაიმე სიტყვით. მაგრამ ავტორი გვიხსნის, რომ დიალოგში შეგნებულად გაკეთებული პაუზა არის უძლიერესი ინსტრუმენტი. ის გაძლევს დროს ანალიზისთვის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს სიჩუმე აიძულებს შენს ოპონენტს თავად შეავსოს ის. და მან უშვებენ შეცდომას. ზუსტად, ის იწყებს დამატებითი ინფორმაციის გაცემას, თავისივე პოზიციის გამართლებას და ხშირად ზედმეტსაც კი ამბობს, რაც შენთვის ღირებული მასალაა. კოლეგა ან კლიენტი ბრაზდება, ყვირის და ემოციურად სრულად უკონტროლოა. ადამიანის პირველი ინსტინქტია მასაც ხმის აწევით უპასუხოს. თავდაცვის მიზნით, ხო? კი, მაგრამ თუ შენ ინარჩუნებ აბსოლუტურ ცივ პაუზას, შენ მას აძლევს საშუალებას უბრალოდ დაიცალოს ამ აგრესიული ენერგიისგან. ფიზიკურად შეუძლებელია დიდხანს იყვირო, როცა წინააღმდეგობას არ ხვდები. როცა ის იცლება და იღლება, შენი სიმშვიდე და დუმილი ავტომატურად გაქცევს ოთახში დომინანტურ ფიგურად. მაგრამ სიმშვიდე და პაუზა მხოლოდ ერთი მხარეა. წიგნში აღწერილია NLP-ის, ანუ ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ქართულად მისადაგება, ანუ ინგლისურად facing-ი ეწოდება. და გულწრფელად რომ გითხრა, როცა ამას ვკითხულობდი, ცოტა დავეჭვდი. რატომ? ბურად აისახო ეს ყველაფერი. მესმის, რომ მიზანი ნდობის, ანუ რაპორტის მოპოვებაა, მაგრამ ეს ხომ შეიძლება ძალიან უცნაურად გამოჩნდეს. მესმის, რასაც ამბობ. ხო ხდები, თუ მე ვინმეს ვესაუბრები და ის ზუსტად ისე იწყებს მოძრაობას და სუნთქვას როგორც მე, ეს უფრო კრიპი არ არის, როგორ კეთდება ეს ისე რომ ბუნებრივი იყოს და манипуляციად არ აღიქმებოდეს. ეგ ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. მისადაგება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უხეშ მიმიკრიას ან მაიმუნობას. თუ ოპონენტი ცხვირს მოიფხანს და შენც მაშინვე ცხვირს მოიფხან, რა თქმა უნდა ეს კომიკური და გამაღიზიანებელი იქნება. ო, ნამდვილად. მისადაგება არის ნატიფი, ფარული პროცესი, რომელიც ეყრდნობა მიკროსინქრონიზაციას. მაგალითად, თუ ადამიანი საუბრობს სწრაფად და ენერგიულად, შენს ოდნავ უმატებს საუბრის ტემპს. თუ ის მიყრნობილია სკამის საზურგეს და მშვიდი ტონით საუბრობს, შენ არ უნდა იყო წინგადმოხრილი და ხელების აქტიური ქნევით არ უნდა ელაპარაკებოდეს. შენ უბრალოდ ათანაბრებ ენერგეტიკულ ველს. აჰა, გასაგებია.
ადამიანის ტვინი ევოლუციურად ისეა მოწყობილი, რომ უსაფრთხოდ გრძნობს თავს იმასთან, ვინც მას ჰგავს. როცა შენი რიტმი მის რიტმს ემთხვევა, ტვინის დონეზე ჩნდება სიგნალი ეს ჩემიანია და ასე იქმნება რაპორტის უხილავი სივრცე. და როგორც მივხვდი, ზუსტად ამ რაპორტის დამყარების მერე იწყება ნამდვილი მაგია. როცა ის შინაგანად გენდობა, შენ შეგიძლია ნელ-ნელა შეცვალო ეს რიტმი. მაგალითად, თუ ის ძალიან აგრესიულად და სწრაფად საუბრობს, შენ ჯერ ერგები მის ტემპს, ხდები მისიანი და მერე თანდათან აგდებ შენი საუბრის სიჩქარეს, აწევ ტონალობას უფრო დაბლა. კი, ზუსტად. და რადგან სინქრონიზებულები ხართ, ის ქვეცნობიერად მოყვება შენ და თვითონაც მშვიდდება. ეს პროცესის მართვის ფანტასტიკური იარაღია. სწორედ ეგ არის გაყოლების ფენომენი. თუმცა, კომუნიკაცია მხოლოდ სხეულის ენაზე არ დგას. როცა საქმე უშუალოდ სიტყვებზე მიდგება, ინფორმაციის მოპოვება გადამყვეტია. და აქ უკვე შემოდის კითხვების დასმის ხელოვნება. ხო, იმიტომ რომ ადამიანები იშვიათად ამბობენ პირდაპირ რა უნდათ. თუ მოლაპარაკებაზე ხარ, ოპონენტი ყოველთვის ცდილობს ფარული მოტივები დამალოს. როგორ უნდა გავიგოთ რეალურად რა აწუხებთ მათ? წიგნში საუბარია ეგრეთ წოდებულ მეტამოდელზე, რაც მარტივად რომ თქვათ მტკითებითი ფორმების კითხვებით ჩანაცვლებას ნიშნავს. ზუსტად. ანუ, მე რომ მოვიდე და გითხრა, შენ არასწორად აკეთებ ამ საქმეს, მე ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს. შენ მაშინვე თავდაცვის პოზიციაში ჩადგები. მაგრამ რომ მკითხო, იქნება ამიხსნა, რა ლოგიკით მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე. ეს უკვე თანამშრომლობაა. ეგ ნამდვილად ასეა. მეტამოდელის მთავარი მიზანია დაანგრიოს ის ენობრივი განზოგადებები და დამახინჯებები, რომლებსაც ადამიანები გაუცნობიერებლად იყენებენ. აი ხშირად გაიგონებ ფრაზებს, თქვენი კომპანია ყოველთვის აგვიანებს მოწოდებას, ან ამ პირობებზე დათანხმება შეუძლებელია. კი, ეგეთი ფრაზები ყოველდღიურობაა. ხო და თუ შენ ამას ბრმად მიიღებ, წააგებ. მაგრამ თუ გამოიყენებ მეტამოდელის დამაზუსტებელ კითხვებს, შეგიძლია ჩაეძიო კონკრეტულად რომელი მოწოდებისას დავაგვიანეთ. ან რა კონკრეტული გარემოება ხდის ამას შეუძლებელს. რა დაგჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. ანუ, ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ზედაპირული ემოციური განზოგადებებიდან ჩამოვიდნენ რეალურ კონკრეტულ ფაქტებზე. როცა ამას აკეთებ, ხშირად ოპონენტი თავად ვეხდება, რომ მისი არგუმენტი ჰაერზე აშენებული. ან პირიქით ჩვენ აღმოვაჩენთ მის რეალურ დამალულ პრობლემას, რომლის მოგვარებაც მარტივად შეგვიძლია. და სანამ ჩვენ მათ სიტყვებს ვაანალიზებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რასაც ისინი უსიტყვოდ გვეუბნებიან. არავერბალური კომუნიკაცია ხშირად ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ვერბალური. წიგნი დიდ ყურადღებას უთმობს სხეულის ენის კითხვას, განსაკუთრებით იმ სიგნალებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ნათქვამს. აი ეგ არის ძალიან მაგარი დეტალი, ფარული დათმობის ნიშნები. შენ, ჩვენ რომ მსმენელო, წარმოიდგინე ასეთი რამ. ზიხარ მოლაპარაკებაზე, შენი ოპონენტი კატეგორიულ უარს გეუბნება, ხელები მკერდზე აქვს გადაჯვარედინებული, რაც კლასიკური ბარიერია და სიწყვერად გიმტკიცებს, რომ შენი შეთავაზება სრულიად მიუღებელია. მძიმე სიტუაციაა. კი, მაგრამ პარალელურად სანამ ამას ამბობს, მისი თავი მსუბუქად, თითქმის შეუმჩნევლად, ვერტიკალურად მოძრაობს. ის ფიზიკურად კის ამბობს. ეს ხომ ნიშნავს, რომ რეალურად ის შინაგანად უკვე დაგეთანხმა სადაა კომპრომისისთვის და ახლა უბრალოდ თამაშობს, რომ უკეთესი პირობები გამოსცინცლოს. აბსოლუტურად. თუ შენ ამ დისონანსს შეამჩნევ, უკვე იცი, რომ შეგიძლია უფრო მტკიცედ დაუდგე და არ დაუთმონ. ზუსტად, სხეული იშვიათად იტყუება, მაგრამ თუ გინდა კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედო ადამიანის გონებაში, უნდა დააკვირდე თვალებს. ეგ საინტერესოა. NLP-ს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აღმოჩენა თვალების მოძრაობის სტრატეგიებია. ადამიანის ტვინი ინფორმაციის დასამუშავებლად ან მოსაძიებლად სხვადასხვა ნაწილს იყენებს და ის პროცესი პირდაპირ აისახება თვალების მოძრაობაზე. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, მაგალითად ზოგიერთ ცაციაში ეს სისტემა შებრუნებულია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს საოცრად ზუსტი მექანიზმია. მოდი ეს კარგად აუხსნათ ჩვენს მსმენელს, რადგან ეს ნამდვილად პრაქტიკული რამეა. ანუ, თუმე ვინმეს უსვამ კითხვას წარსულზე, მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა ის დოკუმენტი, რომელიც გუშინ ნახე, და ის იხედება ზევით და თავის მარცხნივ, რაც ჩემთვის როგორც დამკვირვებლისთვის მარჯვენა მხარეა, ის რეალურად მიმართავს თავის ვიზუალურ მეხსიერებას. კი, ის იხსენებს ნამდვილ სურათს, ანუ სიმართლეს ამბობს, ხომ? დიახ, ეგ არის ვიზუალური გახსენების ზონა.
მაგრამ თუ იმავე კითხვაზე ადამიანი იხედება ზევით და თავის მარჯვნივ, ანუ შენგან მარცხნივ, ის მიმართავს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია კონსტრუირებაზე, ანუ შექმნაზე. აჰა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ვიზუალურად იგონებს იმას, რაც სინამდვილეში არ უნახავს. ის ტვინში ახალ სურათს აწყობს. შენ, ჩვენ მსმენელო, წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია, ეკითხები შენს კონტრაქტორს, როდის დაასრულებს რემონტს. თუ ის ამბობს, აი მაგალითად შემდეგ სამშაბათს და თან ზევით და შენგან მარცხნივ იხედება, დიდი შანსია, რომ ეს თარიღი უბრალოდ ჰაერიდან მოიტანა და რეალური გეგმა საერთოდ არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ბოროტი განზრახვით გატყუებს, მაგრამ ეს პირდაპირი სიგნალია შენთვის, რომ ამ ინფორმაციას ბოლომდე ვერ ენდობი და დამატებითი კითხვები უნდა დასვა. ნამდვილად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიურ დავებში, სადაც ყოველი სიტყვა და მოძრაობა დატვირთულია მნიშვნელობით. როცა აკვირდები, ადამიანი იხსენებს ფაქტს თუ აკონსტრუირებს მას, შენ ფაქტობრივად ხედავ მის შემეცნებით პროცესს რეალურ დროში. ძალიან მაგარია. მოკლედ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის? ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული და ღრმა თემები, ემოციების რეგულაცია, კონფლიქტის მართვის ეტაპები, მისადაგება, მეტამოდელის კითხვების, სხეულის ენა და თვალების მოძრაობაც კი, ახლა მინდა ეს ყველაფერი პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ ვაქციოთ. წიგნის ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენს აღქმასა და მეხსიერებას, როგორც თვითანალიზის ინსტრუმენტებს, როგორ უნდა გამოიყენოს მსმენელმა ეს ცოდნა, რომ საკუთარი კომუნიკაციური სისუსტეები გამოასწოროს. აი თუ გინდა იყო ნამდვილად ეფექტური კომუნიკატორი, უნდა დაიწყო შენი საკუთარი აღქმის პროცესის დეკონსტრუქციით. აღქმა არ არის რაღაც, რაც ერთ წამში ხდება. ის 4 ეტაპისგან შედგება. ჯერ ინფორმაციას ვიღებთ სენსორულად. მერე ტვინი მას ამუშავებს. მერე ვაკეთებთ ინტერპრეტაციას და ბოლოს ვახტენთ ფოკუსირებას. და ალბათ პრობლემა ინტერპრეტაციაშია, ხო? ზუსტად, პრობლემა ჩნდება ინტერპრეტაციის ეტაპზე. შემდეგ ჯერზე, როცა შეამჩნევ, რომ დიალოგის დროს ბრაზდები, გამოიყენე ის პაუზის ღილაკი შენ საკუთარ ტვინში. შეჩერდი და კითხე შენს თავს, რატომ გავბრაზდი ახლა? ხომ არ ხდება ისე, რომ ჩემმა ტვინმა ოპონენტის სიტყვა არასწორად ინტერპრეტირდა? აი აქ შემოდის მეხსიერების ფაქტორიც. წიგნში ნახსენებია კიდევ ერთი კონცეფცია, რომელსაც ეწოდება ღუზა. ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრიგერი წარსულიდან. ნამდვილად. მეხსიერება არის ინფორმაციის შენახვა და გამოტანა, მაგრამ მას ხშირად მოაქვს თანდევი ემოციებიც, მაგალითად, შეიძლება მოლაპარაკების მეორე მხარემ გამოიყენა გარკვეული ხმის ტონალობა ან ჟესტი, რომელიც შენს ქვეცნობიერში დაკავშირებულია შენს ყოფილ აგრესიულ უფროსთან. ეგ საშინელი განცდა. კი, და ეს არის შენი ღუზა. შენ რეალურად ბრაზდები არა ამჟამინდელ ოპონენტზე, არამედ იმ წარსულ მოგონებაზე. თუ ამას ვერაცნობიერებ, შენ ხდები საკუთარი მეხსიერების მძევალი და ანგრევ მიმდინარე მოლაპარაკებას. მაგრამ როგორც კი იტყვი მოიცა, მე ახლა ამ ტონზე იმიტომ ვბრაზდები, რომ ძველი გამოცდილება გამახსენდა და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი მემუქრება, შენ ავტომატურად ანეიტრალებ ამ ღუზას. ეს თვითანალიზი შენი ყველაზე ძლიერი ფარია. ეს არის რეალური ემოციური ინტელექტი მოქმედებაში. და სანამ დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ განხილვას, მინდა დაგიტოვოთ ერთი ფინალური, საკმაოდ პროვოკაციული ფიქრი, რომელიც წიგნში ამოვიკითხე, მაგრამ აქამდე არ გვიხსენებია. გისმენთ? პროფესორი სუჯაშვილი ერთ-ერთ თავში swams ძალიან რეალისტურ და ალბათ ცოტა ცინიკურ აქცენტს. ის ამბობს, რომ ყოველი ადამიანი შეგნობილად თუ ქვეცნობიერად მეორე ადამიანში პირად სარგებელს ეძებს. მისი აზრით, სამყაროში ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც რაიმეს აბსოლუტურად უანგაროდ აკეთებს. ეგ ნამდვილად ხსნის ფართო სადისკუსიო სივრცეს ადამიანის ბუნების შესახებ. ეს გვეუბნება, რომ სარგებლის ძიება ჩვენი გადარჩენის ინსტინქტის ნაწილია. ხო და თუ ეს მართლაც ასეა, თუ ყოველა ურთიერთობა მეტნაკლებად ინტერესთა გაცვლაზეა აგებული, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი ყოველი თუნდაც ყველაზე უწყინარი საუბარი მეგობართან ყავისმისას, ან ოჯახის წევრთან სადილობისას, სინამდვილეში ფარული დიპლომატიური მოლაპარაკებაა. საინტერესო კითხვაა. ვართ თუ არა ყველა მუდმივი მომლაპარაკებლები, რომლებიც ემოციურ თუ ფიზიკურ სარგებელს ვეძებთ ჩვენივე ცხოვრების სცენაზე, და თუ ასეა, რამდენად კარგად ვფლობთ ამ ხელოვნებას. იფიქრეთ ამაზე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით და ასეთ სიგრმეებში შემოგვყვევით. ყველა თქვენს მომავალ დიალოგში. დროებით.